დღევანდელ სხდომას აპარატი როგორც მიდასტურებს კორუმი გვაქვს კომიტეტის წევრები რომლებიც ამავდროულად არიან საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრები ყოფებიან საპარლამენტო კომისიის სხდომაზე და შესაბამისად ჩვენი განხილვის პერიოდში აუცილებლად შემოგვიერთებიან შესაბამისად შეგვიძლია რომ დავიწყოთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა კოლეგებო დღის წესრიგი დარიგებულია დღეს ჩვენ მუშაობთ 6 საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივასთან და პაკეტთან დაკავშირებით გთხოვთ დავამტკიცოთ დღის წესრიგი და მექნება ერთი შემოთავაზება რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული მეხუთე საკითხი არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ სხვა ინიციატივებთან ერთად მეორე მოსმენით რომელიც მოხსენებელიც მე გახლავართ და გთავაზობთ რომ ამ საკითხით დავიწყოთ მისი აქტუალურობიდან მნიშვნელობიდან გამომდინარე არც ერთი ერთმანეთზე მნიშვნელოვანი საკითხები განსახილველი მაგრამ მოდი მეორე მოსმენით დავიწყოთ და შემდეგ გადავიდეთ სხვა საკითხებში. სამისად ბატონო თორნიკე გთხოვთ რომ დაიკავოთ ადგილი და მოგესალმებით. განვიხილავთ მეორე მოსმენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტს თამდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად ეს არის ანტინარკოტიკული ასე ვთქვათ რეფორმა. მოხსენებელი ბატონი არჩილ გორდულაძე გახლავთ და ბატონო არჩილ მეორე მოსმენის წესით გთხოვთ განვიხილოთ ეს პაკეტი მუხლობრივად და პუნქტობრივად. მადლობა ბატონო სხდომის თავმჯდომარე კოლეგებო მეორე მოსმენით განსახილველად წარმოგიდგენთ საქართველოს კანონის პროექტს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ თამდევ კანონპროექტებთან ერთად როგორც მოგეხსენებათ საკითხი ეხება ისეთ მნიშვნელოვან მოცემულობას როგორც არის ნარკოტიკები ნარკომანია ნარკოტიკებით ვაჭრობა და შესაბამისად განსაკუთრებულად მკაცრი მიდგომები იქნება საკანონმდებლო დონეზე თავაზებული ნარკოტიკების მოვაჭრეებთან დაკავშირებით და ამავდროულად რიგი ცვლილებები არის განხორციელებული მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისად მზად ვარ რომ მეორე მოსმენის პარაგრაფში და წესით იყოს აღნიშნული საკითხი განხილული ამავდროულად მოგახსენებთ რომ არის რიგი საკითხები რომელთა დაკავშირებითაც მათი კომპლექსურობიდან გამომდინარე კვლავ მიმდინარეობს მსჯელობა რომელზედაც როდესაც საკითხებს გადავალთ აუცილებლად მოგახსენებთ შესაბამისად ვიტოვებ იმის შესაძლებლობას კოლეგებო თუ თქვენი თანხმობაც იქნება რა თქმა უნდა რომ რიგ საკითხებთან დაკავშირებით კვლავაც გავაგრძელოთ მუშაობა და უკვე რედაქტირებული ბოლომდე ასახული და გააზრებული და საკანონმდებლო წესით და გათვალისწინებით გადატანილი პროექტში ცვლილებები პლენარულ სხდომაზე იყოს წარდგენილი შესაბამისად ბატონო თორნიკე კი ბატონო დავიწყოთ მაშინ ესე იგი მეორე მოსმენის წესით განხილვა პირველი ამ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში არის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი პირველი მუხლი პირველი პუნქტი პირველი მუხლის პირველი პუნქტი გასწორდა მათ შორის საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით ინიცირებულ ვერსიასთან შედარებით შეიცვალა რომ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა ან და შენახვა რომელიც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა რადგანაც ნარკოტიკული საშუალებების მისიანობის ან პრეკურსორის უკანონო შეძენაც ან შენახვაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს შესაბამისად ეს ორი პუნქტი გაერთიანებული არის საკანონმდებლო ტექნიკის კუთხით რომ ეს არის გასწორებული ამავდროულად ამავე მუხლის მესამე ნაწილში ახალი რედაქციით უკვე მეორე ნაწილის ექვე პუნქტში სიტყვები ვისაც წინათ ჩადენილი აქვს შეიცვალა ვინც ნასამართლებია ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე განზრახი დანაშაულისათვის გამომდინარე იქიდან რომ პრაქტიკაში სასამართლო პრაქტიკითაც ზუსტად ასე განიმარტებოდა და მით უმეტეს სისხლის სამართლის კოდექსიდან გამომდინარე შეუძლებელია რომ ვინც ნასამართლები არ არის ანუ ვისაც გაქარწყლებული აქვს ნასამართლეობა მას დაუდგეს დაუმძიმდეს ბრალი
ჩადენილი ქმედებასთან მიმართებით, ამიტომ ჯობია რომ რაც ასე განიმარტება ზოგადი წესითაც აუცილებლად ასახული იყოს შესაბამისად ტექსტშიც. სხვა ამ ნაწილში არაფერი ცვლილება არ განხორციელდება. კი ბატონო, ხომ არ არის შეკითხვები, შენიშვნები ან მოსაზრებები. გადავიდეთ მაშინ მეორე პუნქტზე. ბატონო თორკი შემოთავაზება მექნება, ხომ არ ჯობია რომ თქვათ ნაწილობრივ მივყვეთ და შესაბამისად თუ კომენტარები სადაც არის, კი ბატონო, შეგვიძლია ესე გავაკეთოთ. რომ ყველა საკითხზე გავცე. კეთილი, მეორე ესე იგი პუნქტი აქაც ხედავთ რომ აქაც ზუსტად ანალოგიური შინაარსის ცვლილება არის ამავდროულად სასჯელის კუთხით არის გაზრდილი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა ან გადაგზავნა, როგორც ანალოგიურად ნარკოტიკული საშუალების მისი ანალოგის უკანონო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა ან გადაგზავნა. შემოთავაზებული ვერსია იყო, რომ 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იყო გათვალისწინებული, მაგრამ იმისათვის, რომ გაიმიჯნოს სასჯელის საწყისი ოდენობა, გადაზიდვა, გადაგზავნა, დამზადება წარმოებასა და მეორე მხრივ უკანონო შეძენა ან და შენახვა შორის გთავაზობთ, რომ სასჯელის პირველადი საწყისი რაოდენობა დაიწყოს 3 წლიდან და ანალოგიური ცვლილება იყოს გასახული ამავე ნაწილში. Ზუსტად იგივე არის ცვლილება, რაზეც უკვე მოგახსენეთ 260 მუხლის მეორე ნაწილის ექვეპუნქტთან დაკავშირებით. ამავდროულად, რაც შეეხება შენიშვნა ინიცირებულ ვერსიაში 260 მუხლის 260 პრიმა მუხლს ჰქონდა შენიშვნა, მაგრამ შენიშვნა უკვე არარელევანტურია, რადგან იგივე შინაარსის ჩანაწერი გვაქვს 260 მუხლის შენიშვნაში, შესაბამისად 260 პრიმა მუხლს შენიშვნა აღარ სჭირდება. რაც შეეხება 260 სეკუნდა მუხლს, აქ როგორც იცით, ჩვენ შემოთავაზებული ჰქონდა, რომ ერთმანეთისგან გამიჯნულიყო ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და სხვათა უკანონო გადაცემა, უკანონო გასაღება გამიჯნულიყო ერთმანეთისაგან მატერიალური გამორჩენის მიზნით ან მეორე მხრივ არამატერიალური მიზანი, როდესაც არ ქონდა კონკრეტულად სუბიექტს და ამისათვის ისევ და ისევ რომ ტერმინოლოგიურად იყოს ეს ყველაფერი და თავისი შინაარსიც იყოს უფრო დახვეწილად გადმოცემული, გთავაზობთ რომ გასაღების ნაცვლად მივუწოდოთ უკანონო გადაცემა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე, შესაბამისად სრულად იქნება ასახული კანონმდებლობის მიზანი, ხოლო 260 ტერცია მუხლსის სათაურში და შესაბამისად დისპოზიციაშიც გაყიდვა შევცვალოთ უკანონო რეალიზაციით. შეგვიძლია რომ ყვავმივსჯელოთ ამ ტერმინთან დაკავშირებით, უბრალოდ აქ თავარი ის არის, რომ ერთ შემთხვევაში არის სარგებლის მიღების მიზანი, ხოლო მეორე შემთხვევაში არ არის და ეს უნდა იყოს ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნული. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობებს რაც შეეხება, პასუხისმგებლობები როგორც გადაცემისათვის ისე უკანონო გადაცემისათვის მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე გვექნება მკაცრი, ზუსტად იგივე ახლა რაც არის მოცემული ნარკოტიკების შემთხვევაში გასაღების თაობაზე, ანუ როდესაც ადამიანი თანხობრივად იღებდა ამ ყველაფერს, ხოლო თუ ადამიანის სურვილია, ანუ ნარკორეალიზატორის სურვილი არის რომ გაყიდოს ნარკოტიკები, გაყიდოს სიკვდილი და ამითი თავისი გამორჩენა და მომავალი ცხოვრება ბრჭყალებში კონდეს უზრუნველყოფილი სხვისი სიკვდილის და ჯანმრთელობის უდიდესი დაზიანების ხარჯზე, რა თქმა უნდა, აქ ის უმკაცრესი სანქციები და სასჯელები რაც იყო შემოთავაზებული, რჩება და არ არის შეცვლილი. კი ბატონო, ხომ არ არის ამ საკითხებზე კითხვები, მოსაზრებები, შენიშვნები? მაშინ მესამე პუნქტი ბატონო არჩილ. მესამე პუნქტს რაც შეეხება, მესამე პუნქტში აქ დაემატა მეორე ნაწილი და მესამე ნაწილები, რომელიც გულისხმობს ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო შეძენა ან და შენახვას და იგივე ქმედება ჩადენილი დიდი ოდენობით წინასწარი შეთანხმებული ჯგუფის მიერ ზუსტად იგივე დაუნძიმებლები, რაც აქვს მაგალითად ნარკოტიკულ საშუალებას, რომ ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს ეს ორი მუხლი, საკანონმდებლო ტექნიკის კუთხით არის
დაწუსტებული და გამოჯობესებული. კონკრეტ შინაარსობრივი თვალსაზრისით აქ ცვლილება ინიციირების შემდეგ არ გვაქვს, მათ შორის მითითებითი ნორმებიც არის დაკორექტირებული. კი ბატონო, კომენტარები ხედავთ, რომ ამ შემთხვევაში არ არის. დარბაზიდან მეოთხე პუნქტი. მეოთხე პუნქტშიც ანალოგიური ცვლილებები არის განხორციელებული, ოღონდ ამ ნივთიერებების შემსმენ აღნიშნული ნივთიერებების დამზადება, წარმოება, გადაზიდვა ან გადაგზავნასთან დაკავშირებით დამატებული არის მაკვალიფიცირებელი გარემოებები. უნდა ითქვას, რომ მაკვალიფიცირებელი გარემოებები ეხლაც არსებობს, უბრალოდ საკანონმდებლო ტექნიკის კურსით, როდესაც ეს მუხლები ერთმანეთისგან გაიმიჯნა, ტექნიკის თვალსაზრისით საჭიროებს მათ შორის ამ მუხლშიც ასახვას. კეთილი, შეკითხვა შენიშნო მოსაზრება არ არის. მეხუთე პუნქტი. მეხუთე პუნქტს რაც შეეხება, მეხუთე პუნქტი ემატება ინიციირებული შემდეგ დამატებული არის, ეს ეხება 266 მუხლში ცვლილებას. შეგახსენებთ კოლეგებო, რომ 266 მუხლით დასჯად იქმედება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო წარმოებისათვის ფარული ლაბორატორიის მოწყობა ან შენახვა და სავსებით ლოგიკურია, რომ ფარული ლაბორატორიის მოწყობისათვის სასჯელები ზუსტად ისეთი იყოს, როგორიც გვაქვს ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისათვის, თავისი შინაარსით ლაბორატორიის მოწყობა შეუძლებელია, რომ მოხდეს მისი ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის მიზნის არ მქონე სუბიექტის მიერ. ამიტომაც აქ შემოთავაზებულია, რომ სასჯელები იყოს ზუსტად იმდაგვარი, როგორიც ეს არის ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისათვის, კერძოდ საწყისი სასჯელები იყოს 12-დან 20 წლამდეან უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში ვადით 14-დან 20 წლამდეან უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით, ან 16-დან 20 წლამდეან უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით, თუ ეს ყველაფერი არის ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ. და ამავდროულად რიგი რედაქციული ცვლილებები არის შესული, ამავდროულად მეექვსე ნაწილთან დაკავშირებით, მეექვსე ნაწილში გვაქვს ცვლილება, რომელიც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების შესაძლებლად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება, გადაცემის გასაღების მიზნით, ან გადაცემა და გასაღება, ამ შემთხვევაში სასჯელის ზომები არის გაზრდილი და შემოთავაზებულია თავისუფლების აღკვეთა 3-დან 6 წლამდე ვადით, ამავდროულად ჯარიმა ან გამასწორებელი სამუშაო ვადით 2 წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით 6-დან 2 წლამდე. კი ბატონო, კომენტარები აქაც ხედავთ, რომ არ არის. შემდეგ მე-7 პუნქტი. მე-7 პუნქტი ეხება 273 მუხლს, სადაც განსაზღვრული არის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის და სხვათა უკანონო დამზადება, შეძენა, გადაზიდვა, გადაგზავნა მცირეოდენობით ან ნარკოტიკული ან ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება. აქ ემატება ჩანაწერი ნარკოტიკული საშუალების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების და როგორც პრაქტიკაში ისედაც არსებობს, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების შემთხვევაში პირველადი მოხმარება იქნება გამოიწვევს ადმინისტრაციულ სახდელს, ხოლო განმეორებითობა გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ეს არის დაკორექტირებული და ამავდროულად შემოწმებისთვის თავის არიდებაც აღარ არის ინიციირებული შემდეგ, მაგრამ როდესაც ადმინისტრაციულ სამართალდამხმარებლთა კოდექსზე გადავალთ პროექტის განხილვისას, მაშინ მოგახსენებთ ამ საკითხს. კი ბატონო, არ არის შეკითხვების შენიშვნები მოსაზრებები. მე-8 პუნქტი. მე-8 პუნქტშიც ცვლილება არ გახლავთ კი ბატონო, კომენტარებიც არ არის. მე-9 პუნქტი. მე-9 პუნქტი, მე-9 და მე-10 პუნქტი ინიციირების შემდეგ არის დამატებული, რომელიც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვას და ნაცვლად თავისუფლების ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთის სასჯელისა, რომელიც ეხლა არის გათვალისწინებული, გთავაზობთ, რომ იყოს შინაპატიმრობა ვადით 6-დან 2 წლამდე, ჯარიმა თავისთავად, რა თქმა უნდა, ან
საზოგადოებისა და სასარგებლო შრომა 200-დან 400 საათამდე, ან და თავისუფლების აღკვეთა ვადით 3 წლამდე, იმისათვის რომ უმეტებული საფრთხეა, როდესაც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ყოფი ადამიანი მართავს სატრანსპორტო საშუალებებს. ზუსტად იგივე არის შემოთავაზებული 276 მუხლში, რომელიც გულისხმობს ავტომობილის და სხვა სატრანსპორტო საშუალებების სხვადასხვა ნარკოტიკული, ფსიქოაქტიური თუ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვას სასჯელებით ზუსტად ანალოგიურად არის შემოთავაზებული. შეკითხვა შენიშნა მოსაზრება არ არის. მეორე მუხლი ბატონ თორნიკე, კოლეგებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც რომ იყოს ცნობილი, ჩვენ როგორც მოგეხსენებათ, გვაქვს პოლიტიკური განაცხადი გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ სავალდებულო მკურნალობა უნდა იყოს შემოღებული დღევანდელ რეალობაში, საკანონმდებლო სივრცეში, რასთან დაკავშირებითაც კვლავ მიმდინარეობს, მათ შორის რიგ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა. შესაბამისად, ეხლა კომიტეტის ფარგლებში ტექსტი არ არის წარმოდგენილი, მაგრამ თუ თქვენი თანხმობაც იქნება, რა თქმა უნდა, შესაბამის ცვლილებებს უფრო დეტალურად გაგახსნათ ნაურსტომის ფარგლებში მეორე მოსმენის დროს. გასაგებია, გმადლობთ. მეორე მუხლზეც შენიშნა მეორე მუხლზე შეკითხვა მოსაზრება დიახ, შესაბამისად არ არის. გადავიდეთ ამავე პაკეტში შემავალ მომდევნო კანონ პროექტზე, ეს არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი, პირველი მუხლი. პირველი პუნქტი განსაზღვრავს 192 მუხლის მესამე პუნქტში ცვლილებას, რომელიც მიხედვითაც თუ შემოთავაზებული ვერსია იყო, რომ ნარკოტიკულ დანაშაულზე, ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში ან ოპერატიულ სამძებრო საქმიანობაში ჩართული იყო პირი და მისი უსაფრთხოების მიზნით შესაძლებელი იყო ხტომის დახურვა, გთავაზობთ, რომ ზოგადად თუ პროცესის მონაწილე ჩართული იყო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში ან ოპერატიულ სამძებრო საქმიანობაში, მოსამართლეს ჰქონდეს დისკრეცია, მიიღოს გადაწყვეტილება ხტომის დახურვის თაობაზე, ზუსტად იმიტომ, რომ ფარულ საქმიანობაში და ფარულ ოპერატიულ სამძებრო საქმიანობაში ადამიანი როდესაც იყო მონაწილე, შესაბამისად ლოგიკურია, რომ შესაძლებლობა არსებობდეს, თუ ამის გარემოებები იქნება, სასამართლომ მიიღოს ხტომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება. ეს ერთი და მეორე მთავარი საკითხი, რაც ემატება სისხლის სამართლის პროცესს, ეს არის სამედიცინო გამოკვლევა. ეს უკვე მეორე პუნქტზეა, ხომ საუბარი? ანუ პირველზე კომენტარიც არ არის, მეორეზე დიახ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ემატება 157 პრიმა მუხლი, რომელიც დაარეგულირებს სამედიცინო გამოკვლევის საკითხს, რომ წარმოვიდგინოთ შემთხვევა, მაგალითად, ადამიანი, რომელიც გადმოკვეთს საზღვარს და არსებობს მისი გონივრული ვარაუდი, მათ შორის ინფორმაციაც, რომ ამ ადამიანს სხეულით გადააქვს ნარკოტიკები, მოცემულ შემთხვევაში პროცედურულად ძალიან გართულებულია ამ ადამიანის გადამოწმების შესაძლებლობა. ამიტომ გთავაზობთ ისეთ მოდელს, როგორც ახლა გვაქვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ნიმუშის აღებასთან დაკავშირებით და შესაბამისად შინაარსი, რომ საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი, მაგალითად გარეგანი დათვალიერებითაც და ამავდროულად სხვადასხვა მანიპულაციის გზით, რომელიც არ გამოიწვევს ადამიანისთვის ძლიერ ტკივილს, შესაძლებელი იქნება, რომ მაგალითად რაც სამედიცინო ენაზე რასაც ქვია რენტგენი იქნება თუ კატე თუ რაც იქნება საჭიროდ ჩათვლილი, ამ ყველაფრით გადამოწყვდეს ადამიანი, გადააქვს თუ არა კონკრეტულ მის სხეულში არის მოთავსებული თუ არა უკანონო რაიმე საგანი და შესაბამისად უკვე მთელი პროცედურები იქნება ყველაფრისთვის განსაზღვრული. აქ თავარი არის, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებათა დაცვის ის სტანდარტი, რომელიც ეხლაც უკვე არსებობს ნიმუშის აღებასთან დაკავშირებით და ზუსტად იგივე ცვლილებები იქნება ამ დროსაც. სხვა მხრივ არავითარი ცვლილება არ არის წარმოდგენილი კანონპროექტის. შეკითხვა შენიშნა მოსაზრება დარბაზიდან არ არის. მეორე მუხლი ცვლილების გარეშე. სულად. ასევე კითხვები არ არის. მომდევნო კანონპროექტი, ეს არის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდროთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. პირველი მუხლის პირველი პუნქტი. პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულია 55 მუხლის სხვადასხვა ნაწილებში ცვლილება. აქ მოგახსენებთ, რომ
ემატება ნარკოტიკული საშუალების მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა და ნარკოტიკული საშუალების ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების, ეს არის ჩამატებული ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება და როგორც მოგახსენეთ, იქნება ჯერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო შემდეგ სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა, ეს ისე რაც მოქმედი რედაქცია უბრალოდ აქ ტერმინოლოგიურად გასწორება ხდება. ამავდროულად ემატება, როგორც ეს გაცხადებული იყო, ნარკოტიკული საშუალების ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, როგორც მოგეხსენებათ, როგორც პრინციპების დონეზე უკვე პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით, ადამიანს, რომელსაც დაკავშირებით არსებობს მაგალითად ინფორმაცია, რომ შესაძლებელია იგი იყოს ნარკოტიკების მომხმარებელი, მას ექნება ორი შესაძლებლობა, რომ ან გახყვეს შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ექსპერტიზაზე, ან თვითონ მოიტანოს ექსპერტიზის დასვნა გარკვეულ საათებში აღებული ნიმუშის საფუძველზე, მაგრამ ამ ყველაფერს თუ თავს აარიდებს, ახალი ცალკე ადმინისტრაციული სახელი იქნება ამ ყველაფრისთვის, ადმინისტრაციული გადაცდომა იქნება ცალკე ნაწილად გამოყოფილი. ამავდროულად რიგი ცვლილებები არის შემოთავაზებული შენიშვნაში და მთავარი ამ შენიშვნაში განხორციელებული ცვლილების მიხედვით არის მთავარი ის, რომ პირს ექნება არჩევანი, რომ თვითონვე თავად ნიმუში აიღოს ან შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო დაწესებულებაში, ან ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, იმისათვის რომ პრევენცია მოხდეს სხვადასხვა საკითხების, მათ შორის ნიმუშის აღებასთან დაკავშირებით. ნიმუშის ჩაბარება შესაძლებელი იქნება ამ ორი სუბიექტის შესაბამის საექსპერტო დაწესებულებებში, ხოლო მათი გადამოწმება უკვე შესაძლებელი იქნება იმ დაწესებულებებში, რომელიც ჯანდაცვის მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით იქნება განსაზღვრული, მათ შორის რომ წარმოვიდგინოთ ორი ულუფა იქნება ნიმუშის სახით აღებული და თუნდაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო ბიუროში აღებული მასალის გადამოწმების შესაძლებლობა იქნება იმ დაწესებულებებში, რომელიც უკვე მოგახსენეთ და ამით კიდევ უფრო გამოჯობესდება უფლებრივი სტანდარტი ადამიანებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც კანონიერად იქნება მოთხოვნა, რომ მოტანილი იქნეს შესაბამისი კვლევა. კი ბატონო, ხომ არ არის შეკითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები? კეთილი. მეორე პუნქტით ბატონო არჩილ თუ არის მეორე პუნქტში ზუსტად იგივე არის სცენარე კანაფის ან მარიხუანას მოხმარების ფაქტთან დაკავშირებით, ისევ და ისევ საზოგადოებისთვის ცნობილი რომ იყოს, ეხლა სცენარე მარიხუანასთან დაკავშირებით გვაქვს მოსემულობა, რომ მისი მოხმარება საჯარო სივრცეებში არის შესაბამისად სამართალ დარღვევა და მხოლოდ თუ ამ მოცემულობაში იქნება და კანონით გათვალისწინებულ მოცემულობაში იქნება მარიხუანის მოხმარება, ეს იწვევს ადმინისტრაციული სახით ჯარიმას, ხოლო სისხლისამართლებრივი წესით მოხმარების თაობაზე საკონსტიტუციო გადაწყვეტილება ყველას მოეხსენება, აქ პატიმრობა გამორიცხულია და აქ გადამოწმების ზუსტად იგივე მექანიზმია, მაგრამ თუ ჯარიმას ვერ გამოიყენებ, რა თქმა უნდა ვერ გამოიყენებ ვერც იმ უფლებების შეზღუდვასაც და კიდევ ერთხელ ჩაუვარდოთ კოვზი ნაწერში იმ ადამიანებს, რომლებიც მარიხუანასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინსინუაციას აწარმოებდნენ ამ მთელი ხნის განმავლობაში. გვალობთ შეკითხვა, შენიშვნა, მოსაზრება. არ არის მესამე პუნქტი. მესამე პუნქტი გახლავთ ახალი ცვლილება იდეაში, რომელიც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მართვისას ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებას. წარმოვიდგინოთ შემთხვევა, როდესაც ადამიანი მართავს არაფრისგან მდგომარეობაში ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ, ზემოქმედების ქვეშ ავტომანქანას, რა თქმა უნდა, ის არის მომეტებული საფრთხის
მქონე ადამიანი, როგორც საკუთარი თავისათვის, ისე სავარაუდოდ თუ არიან მგზავრები, მანქანაში მსხდომი მგზავრებისათვის და ზოგადად საზოგადოებისათვის, როგორც ფეხით მოსიარულისათვის, ასევე საგზაო მოძრაობაში ჩართული სხვა ადამიანებისათვის. შესაბამისად, კანონმდებელს უკვე განსაზღვრული აქვს, რომ პატიმრობა იყოს გამოყენებული და შემოგთავაზეთ 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთის სახით სხვადასხვა ალტერნატიულ სასჯელებთან ერთად, ხოლო ადამიანი თუ თავს არიდებს შემოწმება შემოთავაზებული გვაქვს ვერსია, რომლის მიხედვითაც სახთელის სახით, ადმინისტრაციული სახთელის სახით შესაძლებელია გამოყენებული იყოს ჯარიმა 1000 ლარით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერება, ხოლო თუ მძღოლი არის M1 კატეგორია ტაქსის, M2, M3, N ან O კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების, მაშინ 2000 ლარით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 2 წლით შეჩერება იყოს გამოყენებული, ხოლო განმეორებები, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი სახთელი, განმეორების შემთხვევაში კიდევ უფრო დიდი სახთელები იყოს გამოყენებული, ეს არის შემოთავაზება, ხოლო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ განმეორების შემთხვევაში უკვე არ იყოს. უბრალოდ ეს ის საკითხია, რომელიც რა თქმა უნდა დამატებით მსჯელობას საჭიროებს და თუ თქვენგანაც იქნება მოსაზრებები, რა თქმა უნდა, მზად ვიქნები, რომ მზად ვარ, რომ განხილულ იქნეს. მადლობთ, შეკითხვა შენიშნა მოსაზრება. ბატონი დავით მათიქაშვილი გისმენთ. მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმებით დამსწრე საზოგადოებას, ბატონო არჩევ. სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული თხრობის მდგომარეობაში არის ძალიან მაღალი რისკის შემცველი მოცემულობა. თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რომ ეს საფრთხეს უქმნის მხოლოდ სატრანსპორტო მოძრაობას წესრიგს, არამედ პირდაპირ ალბათ სიცოცხლის და ჯანმრთელობის და ძალიან მძიმე ჯანმრთელობის მიმართ და სიცოცხლის მიმართ ძალიან მძიმე შედეგების მქონე მოცემულობა. ჩვენ მე როგორც მესმის ეს არის მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდაღულებად განხილული, როდესაც თავს აარიდებს მძღოლი შემოწმებაზე გადასვლას, ეს არის 515 სეკუნდა მუხლი. მეცეთ შემოთავაზება მექნება, ხო ვიფიქროთ ჩვენ, რომ ეს საკითხი არა ადმინისტრაციული, არამედ სამართლებრივი რეგულაციის სფეროში მოვაქციოთ და მეტად დავწონოთ ის რეალური სიმძიმე ამ ქმედებისა, ანუ თავის არიდებისა, აქ მხოლოდ თავის რეალურად თავის არიდებაზე არ მხოლოდ საუბარია იმაზე, რომ იქნება მოცემულობა ნარკოტიკული თხრობის ვითარებაში მართოს სატრანსპორტო საშუალება და შემოწმებაზე თავის არიდება დაისაჯოს ადმინისტრაციული წესით. არადა თვითონ ნარკოტიკული თხრობის მდგომარეობაში ავტომობილის მართვა იმდენად მძიმე მოცემულობაა, რომ მასთან მიმართებით ადმინისტრაციული სახთელი რამდენად პროპორციულია და რამდენად ადეკვატურად პასუხობს ამ ქმედების სიმძიმეს, აი ამაზე ხომ არ ვიფიქროთ შემდგომი განხილვისთვის, ხომ არ აჯობებს, რომ უკვე მოხდეს კრიმინალიზაცია ამ მოცემულობის და მეტად პასუხისმგებლობით მოეკიდოს საზოგადოებაც ნარკოტიკული თხრობით ავტომობილის საჭესთან დაჯდომას. მადლობა. სხვა კომენტარები არ არის, ბატონ არჩილ, გთხოვთ პასუხოთ. მადლობა ბატონ დავით კომენტარისთვის. გეთანხმებით, რომ ლოგიკურია თუ ადამიანი მძღოლი ავტოსანტრალურ საშუალებას მართავს ზემოქმედების ქვეშ და ეს დაუდგინდება, მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. ამავდროულად თუ მაგალითად ადამიანი თავს არიდებს, თავის არიდების ერთადერთი ვარიანტია, თუ მას უკვე მან იცის, რა თქმა უნდა, რომ მოხმარებული აქვს ნარკოტიკული საშუალება და თავს არიდებს, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა არ დაეკისროს. მაშინ გამოდის, რომ ლოგიკურად ის აქ ამ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა იყოს. მოდით შემოგთავაზოთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ დავფიქრდეთ, იმიტომ რომ ჩვენთვის თავარი არის ერთი რამ, რომ ადამიანი არც ალკოჰოლური თხრობის ქვეშ, არც ნარკოტიკული თხრობის ქვეშ არ უნდა იმყოფებოდეს, როდესაც მართავს ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებას. საფრთხეა, ყველასთვის საფრთხეა, როგორც თავისთვის, ისე მგზავრისთვის, ისე საგზაო მოძრაობაში ჩართული ნებისმიერი სხვა ადამიანისათვის. ლოგიკურია, რომ ხო, შესაძლებელია, რომ დამატებით კიდევ ვიფიქროთ და მოდით გთავაზობთ, რომ კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ, გავცვალოთ ერთმანეთში მოსაზრებები და უკვე შეჯერებული პოზიცია ჩვენი კომიტეტის სახელით წარვადგინოთ თქვენის ნებართვით, რა თქმა უნდა, როგორც მომხსენებელი წარვადგენ
პლანარულ სხდომას. და ამ დათქმით შესაბამისად უყაროთ კენჭიც ჩვენს ამ წარმოდგენილ განპროექტსაც. კი ბატონო. მეორე მუხლთან დაკავშირებით სულებები არ გვაქვს. მეოთხეზე სულებები არ არის, კომენტარებიც არ არის, მეორე მუხლი ასევე. აქ ზუსტად ერთი ტექნიკის თვალსაზრისით, რადგანაც 115 სეკუნდა ეს საკითხი, რადგანაც ემატებოდა, წარმოდგენილი იყო სულებები ტექნიკური ხასიათის 200 და უკაცრავად 200 და 209 მუხლის მეორე ნაწილებში და უკვე აქაც იმის მიხედვით თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, შესაძლებელია ამ მუხლებშიც და შესაბამის ნაწილებშიც არ დაგჭირდეს საერთოდ სულების განხორციელება, რასაც კიდევ ერთხელ როგორც მოგახსენეთ, ბოლო პოზიცია იქნება პლანარულ სხდომაზე გაჟღერებული. კი ბატონო და მეორე მუხლზე სულების ასევე კომენტარები არ არის. კეთილი, ამავე პაკეტში შემავალი საქართველოს კანონის პროექტი ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. აქაც პირველი მუხლის პირველი პუნქტი. პირველი მუხლის პირველ პუნქტში ცვლილება არ გახლავთ. მეორე პუნქტში ცვლილება არის, რომელიცაც ემატება ნარკომოვაჭრისა და ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნებები. აქ თავაზობთ, რომ ნარკოვაჭრობად განისაზღვროს ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერ მოქმედი ნივთიერების, სცენარი კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების არაგასაღება, არამედ უკანონო რეალიზაცია და ნარკომოვაჭრე შესაბამისად იყოს ადამიანი, რომელიც მისი ცნება განისაზღვროს როგორც არა ნივთიერების, ზემოაღნიშნული ნივთიერების გამსაღებელი, არამედ ზემოაღნიშნული ნივთიერების უკანონო რეალიზაციის განმახორციელებელი. ბატონო შეკითხვაში ტერმინოლოგიურად რომ შესაბამისობაში მოვიდეს სისხლის სამართლის კოდექსში ჩვენს მიერ შემოთავაზებულ რედაქციებთან. მადლობთ, შეკითხვა შენიშვნა მოსაზრება არ არის. მესამე პუნქტი. ეხლავე მესამე პუნქტში ცვლილების გარეშე გვაქვს. კი ბატონო, კომენტარებიც არ არის. მეოთხე პუნქტი. ცვლილების გარეშე. მეორე მუხლი. აქაც ცვლილების გარეშე. კითხვები არ არის. შემდეგ ამავე პაკეტში შემავალი საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი პირველი მუხლი. პირველი მუხლის პირველი პუნქტი იყო ინიცირებულ ვერსიაში, რომელთაც ცვლილება ხორციელდებოდა 27 მუხლის მეორე პუნქტის გ-ქვე პუნქტში და ემატებოდა ჩანაწერი, რომ სამსახურში წარდგენის საჯარო სამსახურში, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, რომ შესაბამისი კონკურსის საფუძველზე ან სხვა წესით დაინიშნოს, მას აუცილებლად უნდა მიეტანა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მას არ აქვს შეზღუდული საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი დოკუმენტის წარდგენის შესაძლებლობა უკვე მოქმედი რედაქციითაც არის შესაძლებელი, აქ 27 მუხლის მეორე პუნქტის გ-ფაქტის ცვლილებას არ საჭიროებს, პუნქტი აღარ გვჭირდება, მაგრამ აუცილებლად გვჭირდება იგივე რედაქცია სტაჟიორებთან დაკავშირებით და ეს ცვლილება არის ასახული წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით. გმადლობთ, კითხვები ხომ არ არის? არ არის ასეთი. მეორე მუხლი. მეორე მუხლის ცვლილების გარეშე. კითხვებიც არ არის. შემდეგ ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი ამავე პაკეტიდან პირველი მუხლის პირველი პუნქტი. აქ ცვლილება გვაქვს მესამე მუხლის რ-ქვე პუნქტთან დაკავშირებით, სადაც განისაზღვრება სპეციალურ კონტროლთან დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ბრუნვა და აქაც ზუსტად უკანონო რეალიზაციის ტერმინი არის შემოტანილი და გასწორებული. ამავდროულად კვე პუნქტის ახალებული რედაქციით არის ჩამოყალიბებული, სადაც განმარტებულია გადაცემა. გადაცემაში იგულისხმება მატერიალური სარგებლის მიზნის გარეშე გადაცემა, ხოლო უკანონო რეალიზაციაში კი ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემა ანაზღაურების სანაცვლოდ, რაც იგულისხმება სისხლისამართლებლივი პასუხისმგებლობის ამ სისხლისამართლის წესით დასჯადი ქმედება და ამავდროულად გვაქვს ცვლილებები, როგორც გითხარით, წარმოდგენილი როგორც იყო დაინიცირებული
აქ არის სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებების განსაკუთრებული დიდი ოდენობებთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ პრინციპი არის ასეთი, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რაოდენობები მცირდება, ანუ თუ რაც ჩაითვლება განსაკუთრებით დიდი ოდენობა გარკვეულ ნივთიერებებთან დაკავშირებით, უფრო მცირე ოდენობები რომ განვიცადოთ, რათა უფრო მცირე დოზა იყოს, მაგალითად არის შემთხვევები 100-200 დოზა არის განსაზღვრული, 300 დოზა არის განსაზღვრული სხვადასხვა ნივთიერებების. თქვენის ნებართვით ერთი შესწორება მექნება, თქვენ გადახვიდით ახლა ნარკოტიკული საშუალებების პსიქოტროპული ნივთიერებების პრეკურსორების და ამ შემდეგ კანონზე ჯერჯერობით ვართ ნარკოტიკული დანაშაულის ზოლის შესახებ საკუთრების პროექტზე. ვიჩქარე, ბატონო თავმჯდომარე. დიახ, მსგავსი ხასიათისულებები არის იმავე კანონშიც და სხვა ცვლილებები იქ არ განხორციელებულა. შეეხება ამ კანონშიც შესაძლებელი უბრალოდ თქვენს მიერ დასახელებულ კანონში აქ არის მექანიზმი შემოთავაზებული, რომ ნარკომომხმარებელს აპრიორი სასამართლოს გადაწყვეტილებით შეუჩერდება რიგი უფლებები, ის უფლებები, როგორიც არის 3 წლის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება, იარაღთან დაკავშირებული უფლებები, პედაგოგიური საქმიანობის უფლება და საჯარო სამსახურში დასაქმების უფლება 5 წლის ვადით. ამავდროულად ისევ და ისევ უფლებების მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, აუცილებელი არის, რომ გადასინჯვის მექანიზმი არსებობდეს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი აღარ არის ნარკომომხმარებელი და ნარკოდამოკიდებული და უნდა არსებობდეს კონკრეტულად ადამიანი ან კოლეგიალური წესით კომისია, რომელიც იმსჯელებს კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით, ხომ არ აქვს პირს აღსადგენი უკვე ჩამორთმეული უფლებები. შემოთავაზებული გვექნება, რომ ყველაზე რელევანტური ალბათ იქნება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობდეს შესაბამისი კომისია, სადაც შემადგენლობა და საქმიანობის წესი საქართველოს მთავრობის დადგენილებით იქნება განსაზღვრული და ჩაერთვებიან როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი წარმომადგენლები, ამავდროულად ჯანდაცვის და სხვა სამინისტროთა წარმომადგენლები, რომლებიც ამ უფლების აღდგენის თაობაზე იმსჯელებენ ინდივიდუალურად ყოველ პირთან დაკავშირებით და მათ შორის ინდივიდუალურად სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით, თუ იქნება ამისი ობიექტური შესაძლებლობა, ისევე როგორც მაგალითად პენიტენციურში ხდება, არსებობს კომისია, რომელიც განიხილავს სასჯელში და სასჯელის გათვალისწინებით გარკვეული უფლებების ჩამორთმების აღდგენის თაობაზე მსჯელობა არის შესაძლებელი, ზუსტად ანალოგიური კომისიური გადაწყვეტილების მიღები ორგანო, რომ არსებობდეს შინაგან საქმეთა სამინისტროში და ეს იქნება ჩემი შემოთავაზებაც, რა თქმა უნდა, შესაბამისი საკანონმდებლო კუთხით გაწერილი, რომ იყოს პლანურ სტომაზე მეორე მოსმენის განხილვის დროს. და დოზებს რაც შეეხებოდა ბატონო თორნიკე, დოზებთან დაკავშირებით კიდევ შეიძლება გარკვეული მსჯელობები. მთავარი არის ერთი რამ, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობა, რომელიც ითვალისწინებს განსაკუთრებით დიდი მოხმარებისათვის შესაბამის დოზებს, რადგანაც პოლიტიკა არის, რომ რეალიზაციის გადაცემის თვალსაზრისით, ასევე შენახვის თვალსაზრისით გარკვეულ შემთხვევებში იყოს სასჯელები გაზრდილი, ხოლო რეალიზაციის თვალსაზრისით ანუ უმკაცრესი მიდგომა არის, მათ შორის რაოდენობები შესაძლებელია რომ იყოს შემცირებული, ანუ უფრო ცოტა რაოდენობა ნარკოტიკისა ჩაითვალოს განსაკუთრებით დიდ ოდენობას, ისევ და ისევ რომ ვებრძოლოთ იმ ბავნებლობას და იმ სიკვდილის გაყიდვას, რომელსაც ნარკოვაჭრობა ქვია. კი ბატონო, ფორმალურად რომ ამოვწუროთ, ესე იგი ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონ პროექტის შესაბამისი მუხლები, ანუ მეორე მუხლთან მიმართებით აქ ცვლილება არ არის. კი ბატონო, თქვენ ისაუბრეთ, ესე იგი კანონის პროექტზე ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით. პირველი მუხლი აქაც, ესე იგი, არ იყო კომენტარები, ისე როგორც მეორე მუხლთან მიმართებით ცვლილება არ არის და კომენტარები არ არის და ბოლო ამავე პაკეტში შემავალი ეს არის საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. პირველი მუხლი აქ ტექნიკურად დაიხვეწა მუხლი ჩინარსის ცვლილების გარეშე რეალურად. კი ბატონო და მეორე მუხლი ცვლილების გარეშე. მადლობთ, ეს საკითხი
განხილულია და მე გთავაზობთ რომ ჩვენ განვიხილოთ ასევე საკითხი რომელიც შეეხება უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს და თანმდევ ცვლილებას სისხლის სამართლის კოდექსში მომხსენებელი ამ შემთხვევაში თქვენ ბრძანდებით და ამოვწუროთ ამით თქვენ მიერ გამოსატანის საკითხები ბატონო. ესე იგი კი ბატონო განვიხილოთ მაშინ ეს არის განვიხილავთ მესამე მოსმენით ფრაქცია ქართული ოცნების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი მომხსენებელი ბატონი არჩილ გორდულაძე გისმენთ მესამე მოსმენის წესით განვიხილოთ. კი მადლობა ბატონო თორნიკე პირველ რიგში მოგახსენებთ რომ რიგი ხასიათის მესამე მოსმენის გათვალისწინებული წესით ცვლილებებია რედაქციული ასახული მთლიანად კანონპროექტში ერთი რაც არის სათაურშიც უცხოურის ნაცვლად მიეთითება უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ რადგან ქართულად foreign უცხოეთს ნიშნავს იმიტომ რომ არსებობენ ფიზიკური და იურიდიული პირების და ამიტომ კრებშიც მოიცავს სრულად ასახავს იმ მოცემულობას რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს შესაბამისად მუხლ პირველშიც რიგი ცვლილებები არის განხორციელებული რომელიც ასახულია დარიგებულ ტექსტში და რედაქციული ხასიათის არის შინაარსი აბსოლუტურად უცვლელია. კეთილი შეკითხვა შენიშნა მოსაზრება ამ საკითხზე არ არის და ასევე საქართველოს სისხლის სამართლის მეორე მუხლობრივადაც თუ გავყვებით მეორე კი ბატონო შეგვიძლია მუხლობრივადაც თუ არის მეორე მუხლში ასევე მესამე ანუ გამოსაკლისების მეოთხე მეხუთე მეექვსე მეშვიდე მერვე მეცხრე მეათე მუხლებშიც მხოლოდ და მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებებია შინაარსის აბსოლუტურად უცვლელად ჩვენ ვიღებთ ქართულ რედაქციას ამერიკული კანონისას შეგვიძლია თამამად ვთქვათ ამერიკულ კანონს მესამე მოსმენით კი ბატონო ამოქმედების მე-11 მუხლის ამოქმედების თარიღის უცვლელად არის წარმოდგენილი. კეთილი გასაგებია შეკითხვა შენიშნა მოსაზრება არ არის და თანმდევი ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონის პროექტი აქ თუ არის რაიმე ცვლილება აქაც ყოველდღიურად რედაქციულ თვალსაზრისით არის დახვეწილი წარმოდგენილი პროექტი. მადლობთ საკითხი განხილულია. მადლობა კოლეგებო, შეგვიძლია რომ გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე. ეს არის პირველი საკითხი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მესამე მოსმენით. შეგვიძლია ბატონო რატომ შემოგვიერთდება ამ საკითხზე შემდეგ განვიხილოთ. მეორე საკითხი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მესამე მოსმენით ბატონო თორნიკე გთხოვთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარეო კოლეგებო მოსამები აპარატს და დამსწრე საზოგადოებას არ მოგიდგენთ მესამე მოსმენით საქართველოს კანონის პროექტს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და ასევე აქვე არის თამდები ორი კანონ პროექტი ეს არის საქართველოს ორგანულ კანონში საერთო სასამართლოების შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტი და ასევე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მოგახსენებთ რომ მეორე მოსმენის შემდეგ სამივე კანონ პროექტმა განიცადა მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური სარედაქციო ცვლილებები რომელიც იქნა გავლილი დაზუსტებული საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად კომიტეტის
აპარატთან ერთად სხვა მხრივ რაიმე არსებითი ასე ვთქვათ შესწორება აქ არ არის. აქტუალური რედაქციები გახლავთ წარმოდგენილი კომიტეტის ხდომაზე. შესაბამისად თუ იქნება დამატებითი კითხვები, დაზუსტებები, რა თქმა უნდა, მზად ვარ რომ უპასუხო ამ საკითხს. მადლობა ბატონო თორნიკე. შესაბამისად კანონპროექტის მუხლი პირველი შენიშვნები მოსაზრებები ხომ არ არის? ასეთი არ არის. მუხლი 2 შენიშვნები მოსაზრებები ხომ არ არის? ასეთი არ გვაქვს. მუხლი 3 ასეთიც არ არის. ამ პაკეტში შემავალი საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონშრომლების შეტანის თაობაზე მუხლი პირველი ხომ არ არის სრულება? შესაძლებლობები არ არის ასეთი. მუხლი 2-იც არ არის ასეთი. ამავე პაკეტში შემავალი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანულ კანონშრომლების შეტანის თაობაზე მუხლი პირველი. აქაც მხოლოდ რედაქციული დაზუსტებებია. შეკითხვა შენიშვნები არ არის. მუხლი მეორე სრულების გარეშე. შეკითხვა შენიშვნები არ არის. მადლობთ. შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, რომელიც თქვენივე გამოსადანია ბატონო თორნიკე. ეს არის საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონშრომლების შეტანის თაობაზე თამდე კანონპროექტებთან ერთად მესამე მოსმენით. კი ბატონო, ამ შემთხვევაშიც მოგახსენებთ, რომ კანონპროექტები იქნა რედაქციულად დამუშავებული და ტექნიკური თვალსაზრისით გასწორებული. აქაც წარმოდგენილი არის შესაბამისი აქტუალური რედაქცია კომიტეტზე. სხვა მხრივ რაიმე არსებითი ცვლილება არ ყოფილა განხორციელებული და პრინციპში ვერც იქნებოდა მესამე მოსმენის სტანდარტის გათვალისწინებით. მივყვეთ საერთოდ ბატონო, შეგვიძლია რომ განვიხილოთ უხლობრივი თვალსაზრისით. ბატონო, პირველი საჯარო სამსახურის შესახებ კანონში. აქ მუხლი პირველი თუ არის ცვლილებები? ხოლმე ტექნიკურებად გამოვართ პუნქტობრივად არ გვინდა არის დიდი. ბატონო, ხოლმე ტექნიკური ცვლილებებია. გეოლოგება ხომ არ არის შენიშვნები, მოსაზრებები არ არის. მუხლი 2 ცვლილების გარეშე. კი ბატონო. შემდეგ კანონპროექტი ამავე პაკეტში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონშრომლების შეტანის თაობაზე მუხლი პირველი. აქაც მხოლოდ რედაქციული, ტექნიკური დაზუსტებები და შესწორებებია. კი ბატონო, მუხლი მეორე სრულების გარეშე. კი ბატონო. განათლების ხარისხის განვითარების შესახებ ამ შემთხვევაში პირველ და მეორე მუხლში ცვლილებები არ განხორციელებული. კი ბატონო, შენიშვნები მოსაზრებები არ არის. შემდეგი კანონპროექტია საჯარო სამართლის იურიდიული პირის ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ საქართველოს კანონშრომლების შეტანის თაობაზე. კი ბატონო, აქაც ცვლილება არ განხორციელებულა არც პირველ, არც მეორე მუხლში. კი ბატონო, შენიშვნები მოსაზრებები ასეთი არ არის. შემდეგი პროფესიული თეატრების შესახებ საქართველოს კანონშრომლები. კი, აქ მოგახსენებთ, რომ პირველ მუხლში განხორციელდა ასევე ტექნიკური დაზუსტებები, მუხლორში რედაქციული ცვლილებები. რაც შეეხება მეორე მუხლს, ამ შემთხვევაში მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინებით, რასაც მე როგორც მოხსენებელი დავეთანხმე, იქნა ასახული სათანადო რედაქცია, ლაპარაკია იმაზე, რომ როგორც შესაბამის პედაგოგიურ საქმიანობასთან მიმართებით, თუ ეს არის შესაბამისი შრომით სამართლებრივი, ასე ვთქვათ, ხელშეკრულება გაფორმებული 1 სექტემბრამდე არ საჭიროებს თანხმობას, ისევე სარგებლის მიღების შემთხვევაც, ამ შემთხვევაში თუ ამას აქვს გარკვეულწილად განგრძობადი ხასიათი, 1 სექტემბრამდე არ დაექვემდებარება თანხმობის გაცემის სამართლებრივ რეჟიმს. კიდევ ერთხელ ეს დაზუსტდა შესაბამის რედაქციაში. კი ბატონო. შემდეგი საქართველოს საარჩევნო კოდექსის ცვლილებების შეტანის შესახებ. მხოლოდ ტექნიკური რედაქციული დაზუსტება. გეოლოგება შენიშვნები, მოსაზრებები ასეთი არ არის. მადლობთ ბატონო თორნიკე. მადლობთ. საზოგადოებისთვის რომ ცნობილი იყოს, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ კომიტეტის წევრები ვართ აღნიშნულ კანონპროექტებთან დაკავშირებით ინიციატორები და აპარატის სრულად არის ჩართული საქმიანობაში. მესამე მოსმენასთან გაკავშირებით, რა თქმა უნდა, რთულია რომ შენიშვნები ქონდეს, იმიტომ რომ ყველა საკითხს გავდივართ ხოლმე დეტალურად დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ხანდახან არასამუშაო დროსაც. რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი კომიტეტის აპარატის თითოეულ იმ თანამშრომლებს, რომელიც არიან ჩართულები ამ საქმიანობაში და
აზროვნებენ სახელმწიფოებრივად და მათთვის არ არსებობს საკითხი, რომელიც არ შეიძლება დამუშავდეს იურიდიულად და სამისად უკვე ძალიან დიდი ხელშეწყობა აქვს ჩვენთვის კომიტეტის წევრებისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას თითოეულ თქვენგანს. ბოლოს წინა საკითხი გვაქვს ალბათონო გრეტა ბატონ დავით თუ გნებავთ ხო მოდით ბატონ დავით ეს ჩვენთან აღარაფერი საკითხი არ აქვს მე მგონი საერთოდ გალგონებით და გთხოვთ მობრძანეთ და შემდეგ უკვე რატის დავუდგოთ და კოლეგებო, ჩვენ ვიხილავთ საკითხს საქართველოს პარლამენტის წევრების ალექსანდრე დაბატაძის, ტენგიზ შარვანაშვილის, გია ბენაშვილის, ვიქტორ ჯაფარიძის და გენრიეტა წიწავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესის წარმოდგენილი იარაღის შესახებ საქართველოს კანონის სრულების შეტანის თაობაზე სხვა კანონპროექტებთან ერთად. გთხოვთ გალბატონო გრეტა პრინციპების დონეზე წარმოგვიდგინოთ ინიციატივა. მოგესალმებით. პირველი მოსმენით წარმოგიდგენთ იარაღის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და თანმდევ კანონპროექტებსაც. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით მკაცრდება სასიგნალო იარაღთან და მის ვაზნებთან დაკავშირებული რეგულაციები. საქართველოს კანონმდებლობით სასიგნალო იარაღის შეძენა, მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ პირს, მათ შორის არასრულწლოვანს, რისთვისაც არ არის დადგენილი რაიმე სახის ნებართვა. მარტივია სასიგნალო იარაღის ან საბრძოლო მასალის იმგვარი გადაკეთება, რომლის შედეგადაც სასიგნალო იარაღიდან შესაძლებელია ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის გასროლა. სასიგნალო იარაღისგან გამომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მარწესრიგის დაცვის, აგრეთვე იარაღის ბრუნვის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრის ბრძანებით განისაზღვრება სასიგნალო იარაღის ტარების წესი, თუმცა აუცილებელია დასახელებული წესის საკანონმდებლო დონეზე იყოს გათვალისწინებული. პრინციპების დონეზე წარმოგიდგენთ ზოგადად პაკეტს და მოგახსენებთ ინფორმაციას. სასიგნალო იარაღთან დაკავშირებული ლიცენზია ნებართვასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით სალიცენზიო საქმიანობად განისაზღვრება სასიგნალო იარაღის მისი ძირითადი ელემენტების ვაზნის დამზადება და ასევე მისით ვაჭრობა, ხოლო ნებართვას დაექვემდებარება ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენა, შენახვა ტარების უფლებით, სასიგნალო იარაღის ან მისი ვაზნის გადატანა, გადაზიდვა და გადაგზავნა, საქართველოს მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან ვაზნის საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა, გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა, სასიგნალო იარაღის და მისი ვაზნის იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის და ან მისი ვაზნის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა, უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათი თანხმდელ პირთა მიერ სასიგნალო იარაღისა და ვაზნის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა და საქართველოში გადაადგილება. სასიგნალო იარაღის შეძენა, შენახვა ტარების უფლებით, მისი საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გადანის ნებართვის, გარდა ტრანზიტის და რეექსპორტის ნებართვისა, მოპოვება შესაძლებელი იქნება 18 წლის ასაკიდან. მოგახსენებთ, რომ დღეს ეს ასაკი არ არის განსაზღვრული. საგულისხმოა, რომ სასიგნალო იარაღის და მისი ვაზნის დამზადებასთან, შეკეთებასთან, ვაჭრობასთან, იმპორტთან, ექსპორტთან, რეექსპორტთან, ტრანზიტის დაკავშირებული ლიცენზიებს გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო ფიზიკურ პირზე იარაღის შეძენა, შენახვა ტარების უფლებით, გადატანა, გადაზიდვას, საქართველოს შემოტანის ან საქართველოდან გატანის ნებართვას, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. ლიცენზიებთან დაკავშირებითაც მოგახსენებთ, პაკეტში საქართველოს კანონის პროექტი დგინდება ზემოაღნიშნული საქმიანობისთვის სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შემდეგი სახით. თანხის რაოდენობასაც ჩამოთვლილება თავშევარდნის ნებართვით. სასიგნალო იარაღის და მისი ვაზნების დამზადების, წარმოების, შეკეთების და ვაჭრობის ლიცენზიისთვის 100 ლარი, ფიზიკური პირის სასიგნალო იარაღის შეძენის, შენახვა ტარების უფლებით ნებართვა არის 6 ლარი, ფიზიკური პირის სასიგნალო იარაღის და ვაზნის გადატანა, გადაზიდვის, გადაგზავნის ნებართვისთვის 6 ლარი, ხოლო იურიდიული პირისთვის 12 ლარი. საქართველოს მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის და ან ვაზნის საქართველოში შემოტანის, ან საქართველოდან გატანის, გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა ნებართვი არის 8 ლარი. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს სასიგნალო იარაღის შეძენა, აგრეთვე მისი საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვისთვის 8 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ სასიგნალო იარაღთან დაკავშირებულ ნებართვებს გასცემს მოსახურების სააგენტო, საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტით ნებართვას გაცემისთვის განისაზღვრება საფასურის შემდეგი სახით. სასიგნალო იარაღის რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან ჩამოწერის მომსახურების საფასური იქნება 30 ლარი მსგავსი იარაღის რეგისტრაციისთვის. საქართველოს მოქალაქისთვის სასიგნალო იარაღის ან ვაზნის საქართველოში შემოტანა საქართველოდან გატანა ნებართვის გაცემისთვის ერთ-ერთეულ იარაღზე დაწესდება საფასური 10 ლარი, ხოლო ერთ-ერთეულ ვაზნაზე 0.1 ლარი. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის ან ვაზნის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა გაცემისთვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ-ერთეულ იარაღზე იქნება 10 ლარი, ხოლო ერთ-ერთეულ ვაზნაზე 0.1 ლარი. ამასთან ზემოაღნიშნული მომსახურების აჩქარებული წესით მიღებისთვის ტკინდება საფასურის განაკვეთებიც. ლიცენზიის და ნებართვების შესახებაც მოგახსენებთ, საქართველოს შედის ლიცენზია კერძო საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება იმ სასიგნალო იარაღის ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც შეძენა საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა დასაშვები იქნება მხოლოდ ნებართვა ლიცენზიების საფუძველზე. ასევე სასიგნალო იარაღის ვაზნების რაოდენობა, რომელთა საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა დასაშვები იქნება ნებართვის საფუძველზე და იმ სახელმწიფოს დაწესებულებებისა და იურიდიული პირების ნუსხა, რომელთა სასიგნალო იარაღის და მისთვის განკუთვნილი ვაზნების საქართველოში შემოტანისთვის, საქართველოდან გატანისთვის და გადატანისთვის, გადაზიდვისთვის ან გადაგზავნისთვის არ სჭირდება შესაბამისი ნებართვა ლიცენზია. სასიგნალო იარაღის ტარების და გადატანის გადაზიდვის წესი იარაღის ტარება დასაშვები იქნება დასახლებულ პუნქტში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსით. სასიგნალო იარაღის გადატანა, გადაზიდვა დასაშვები იქნება მხოლოდ სპეციალური შალითით განმუხტულ მდგომარეობაში ვაზნებისგან განცალკავებულად, რა დროსაც იარაღი უნდა იყოს არასრულად დაშლილი ან იარაღი დამაგრებული უნდა ქონდეს უსაფრთხოების საკეტი იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს მისი მოხსნის გარეშე იარაღის გამოყენება. ამასთან დაუშვებელი იქნება სასიგნალო იარაღის გამოყენება კერძო დაცვით საქმიანობაში. ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით მოგაწვდით ინფორმაციასაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე სასიგნალო ბრუნვის წესების დარღვევის დაწესდება ადმინისტრაციული სამართალდამტყვევი პასუხისმგებლობა მათ შორის. სასიგნალო იარაღის შესაბამისი ნებართვის გარეშე შეძენის, შენახვის ან ტარებისთვის ჯარიმა 600 ლარი, სასიგნალო იარაღის კონფისკაციით ან უიმისოდ. სასიგნალო იარაღის მართსაწინააღმდეგო გადაცემის ან გასხვისებისთვის ჯარიმა 600 ლარი, სასიგნალო იარაღის კონფისკაციით ან უიმისოდ. სასიგნალო იარაღის ან მისთვის განკუთვნილი ვაზნის შენახვის, გადატანა, გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევისთვის ჯარიმა 500 ლარი იარაღის კონფისკაციის. დასახლებულ პუნქტში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრი რადიუსში სასიგნალო იარაღის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 500 ლარი იარაღის კონფისკაციით. ამასთან დასჯად იქნება ზემოაღნიშნული ქმედებათა განმეორებითი ჩადენა, რომლისთვისაც ფულადი სანქციებთან ერთად გამოიყენება იარაღის კონფისკაცია. სასიგნალო იარაღის ტარების უფლების რეგისტრაციის დროებითი წესი წარმოდგენილ კანონ პროექტში არის ვალდებულება, რომ 2025 წლის 1 აპრილამდე მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სასიგნალო იარაღის შენახვის და ტარების უფლებით რეგისტრაციის მიზნით 2025 წლის 1 სექტემბრამდე წარუდგინოს მომსახურების სააგენტოს. აღნიშნულ შემთხვევაში კანონით დაწესებული სალიცენზიო სანებართვო მოსაკრებელი არ გადაიხდებინება. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაცია და მეორე-მესამე მოსმენის რეჟიმში უკვე დაზუსტდება თარიღი. დასახელებული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს სასიგნალო იარაღის მესაკუთრის დაჯერიმებას 1000 ლარის ოდენობით და გაფრთხილებას. სულ ეს არის ბატონ თავმჯდომარე პრინციპის დონეზე მოგახსენეთ. ქალბატონ გრედა ჩვენ გქონდა კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, და გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის აპარატის მიერ მოხდა ამ საკანონმდებლო ინიციატივის პაკეტის დამუშავება, რიგი ხასიათის შენიშვნები არის, რომელიც არ არის პრინციპული დონის, რა თქმა უნდა, მეორე მოსმენისთვის შესაძლებელია რომ ეს ყველაფერი დაკორექტირდეს, რომელიც ასახული იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენი კომიტეტის დასკვნაში. ამავდროულად ერთი საკითხი მინდა თქვენი ყურადღება
შევაჩეროთ და სამშაბათ კოლეგებსაც რა თქმა უნდა იქნება ამ საკითხზე აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. თქვენ ბრძანეთ რომ ჯარიმები იქნება გათვალისწინებული სასიგნალო იარაღის ნებართვის გარეშე შეძენა შენახვა ტარებისთვის და ამავდროულად გადაცემისთვის გასხვისვების და სხვადასხვა ადმინისტრაციული გადაცდომებისათვისაც. ზუსტად იგივე გვაქვს მაგალითად ჩვენ სარანადირო იარაღთან დაკავშირებითაც. ზოგადად გამოწვევა არსებობს ასეთი რომ გარკვეულ შემთხვევებში არის ვადაში განგრძობადი ამ გამოწერილი ჯარიმების კვითრების ჩაბარება კონკრეტული სამართალდარღვევებისათვის, რაც გარკვეულ როგორც რესურს ასევე დროსაც მოითხოვს და შესაბამისად ადამიანებისთვისაც უკვე რომელსაც ან არ ბარდება, ან მიზანმიმართულად თავს არიდებენ აღნიშნული ჯარიმის კვითრის ჩაბარებისგან, პრობლემას ქმნის იმ კუთხით, რომ მოქმედი რედაქციით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ბუნება ზოგადად საფრთხეს რაც არის რომ პრევენცია ზოგადად თუ კერძო პრევენცია ამ ყველაფერს აღგრება ასე ვთქვათ რხინჯი აქვს და გთავაზობთ რომ შემოვიღოთ ისეთი ცვლილებები რომელთა თაობაზე შესაძლებელია უკვე წამყვანი კომიტეტის ფარგლებში კიდევ გაგრძელდეს მუშაობა რა თქმა უნდა თავარი იყოს ასეთი მოცემულობა რომ როგორც გვაქვს ახლა მაგალითად ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე როდესაც მანქანის მესაკუთრე ვიდეო თივი ჯარიმის გამოწერის შემთხვევაში ხდება დაჯარიმება და როგორც გვაქვს ჩაბარების წესი არ მეგულისხმება რომ SMS-ის ან სხვა კომუნიკაციის საშუალებით ინფორმაციის მიწოდება მესაკუთრისათვის მათ განესაზღვრება 10 დღე ამ 10 დღის განმავლობაში თუ სამართალდამღვრევი გადაიხდის შესაბამის ჯარიმას 20%-იანი შეღავათით ისარგებლებს და შეუმცირდება ხოლო თუ ეს ყველაფერი არ მოხდა მაშინ გამოქვეყნდება SMS-ის გასაღებთან ერთად რა თქმა უნდა ვებგვერდზე და ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30 დღეში უკვე შესაძლებელი იქნება რომ ეს ჩაბარებულად ჩაითვალოს ვთქვათ ხომ არ შემოვიღოთ ზუსტად იგივე გამომდინარე იქიდან რომ ვეხებით ამ საკითხს ახლა და ჯარიმებთან დაკავშირებული არის მათ შორის ჩაბარებებთანაც გავითვალისწინოთ ეს ცვლილებები თქვენსავე თუ თქვენ თანხმობაც იქნება ინიციატორების თანხმობაც იქნება და შესაბამისად ეს წესი მოვარგოთ ზოგადად ადმინისტრაციულ საფრთხელებს და ამითი ის პრევენციული ბუნება რაც აქვს ზოგადად სამართალდარღვევათა კოდექსში გათვალისწინებულ საფრთხელებს აღსრულებული იქნება შესაბამისად ეს რა თქმა უნდა იმ დათქვით რომ გასაჩივრების ეს მექანიზმები რაც არის კანონმდებლობად გათვალისწინებული შედგომ ადმინისტრაციულ ორგანოში თუ სასამართლოში გასაჩივრების გზით რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უნდა იყოს შენარჩუნებული იმავე ვადებით ვადებით არის კანონში კოდექსში გაწერილი. ბატონ არჩილ მოქმედი პრინციპი რაც არის ხო ვიდეო ჯარიმების ჩაბარების ის მსგავსი ანალოგიური მექანიზმი იყო ყველასა დიახ მათ შორის ამ ნაწილზეც იმიტომ რომ მეტებული საფრთხეა მე ჩვენ ვეხებით ადმინისტრაციას მართალია სასიგნალო იარაღს ვეხებით მაგრამ თავისი შინაარსით სასიგნალო იარაღის მომეტებული საფრთხის ქვეშ არის მაგიტომ გამოყოფს კანონმდებელი თქვენ ინიციატივას ზუსტად ეს გახლავთ და შესაძლებელია რომ საფრთხე წარმოადგენდეს სხვა პირთა ჯანმრთელობისათვის იგივე შეიძლება იყოს სანადირო იარაღთან ნათქვამი ან სხვა მომეტებული ზოგადად ნებისმიერ სამართალდარღვევათან დაკავშირებით რომელზეც ადმინისტრირება შინაგან საქმეთა სამინისტრო ახდენს თან უნდა ითქვას რომ ვადაში შემცირებული პერიოდი აქვს კვითრის ჩაბარებისთვის სხვა სახთელების შემფარდებლებს და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან განსხვავებული უფრო ვადაში გაწერილი დროში გაწერილი ვადა არის მოქმედი კანონმდებლობით და რაღაც შესაბამისობაში რომ მოვიყვანოთ. კი ბატონო, სამყარო კომიტეტის ფარგლებში მოგახსენებთ გავლილი კონსულტაციებს კოლეგებთან. ჩვენ შეგვიძლია რომ აპარატს ვთხოვოთ და შესაბამისად თქვენ თანხმობაც იქნება აღნიშნული ცვლილებების მომზადებაც მოხდეს წარმოდგენილი იყოს ჩვენ მქონდა სამყარო კომიტეტის აპარატთან მოსაკითხზე მსჯელობაც სამყარო კომიტეტის თავმჯდომარესთანაც და თუ იქნება ამის მზაობა რა თქმა უნდა შეგვიძლია რომ ამ საკითხის ინტეგრირებას მოახდინოთ თქვენს კანონპროექტში თქვენ თანხმობის შემთხვევაში რა თქმა უნდა მხოლოდ კი ბატონო ვითვალისწინებ თუ არის შენიშნული მოსაზრებები ან ამ საკითხთან დაკავშირებით ხომ არ გნებოდა თქმა არა ასეთი არ არის კარგად მადლობა გალბატონო გრედა ამ უწურავად საკითხის წარმოდგენისთვის გაცნობისთვის შესაბამისად ერთი საკითხი გვჭება ეს არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ რომელსაც წარმოადგენს ბატონი რატი გთხოვთ
მადლობა ბატონო არჩილ, მოგესალმებით თქვენ და დამსწრეს საზოგადოებას. სიმბოლური არის, რომ დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მესამე მოსმენით განიხილავს ცვლილებებს სისხლის სამართლის კოდექსში, რაც გულისხმობს სამშობლოს ღალატის საკანონმდებლო სივრცეში დაბრუნებას და ეს ხდება 31 მარტს, იმ დღეს, როდესაც 34 წლის წინ საქართველომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და დამოუკიდებლობის აღდგენას სწორედ 31 დეკემბერს გადაწყდა საბოლოოდ. შესაბამისად ის ცვლილებებიც, რასაც დღეს ჩვენ ვაბრუნებთ საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში, პირველად სწორედ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ზრიად გამსახურდია საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა მისი ინიციატივით ჩაიწერა და შემდეგ 2007 წელს მისი ამოღება, რომელიც მაშინ მოინათლა, რომ თითქოს ეს იყო ტექნიკური ცვლილება, ჩვენთვის არის ფუნდამენტური საკითხი სამშობლოს შიდა საფრთხეებისგან დაცვის თვალსაზრისით. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ დღეს მესამე მოსმენის სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ და დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე სასესიო კვირაში უკვე საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა პლენარული სესიის ფორმატშიც ექნება სამშობლოს ღალატის მუხლის დაბრუნება სისხლის სამართლის კოდექსში, რაც ნამდვილად დაიცავს ჩვენს ქვეყანას შიდა საფრთხეებისგან და ის დანაშაული, რომელიც მოგეხსენებათ, არ არის ერთი კონკრეტული პირის მიმართ ჩადენილი, არამედ სამშობლოს ღალატი საფრთხეს უქმნის მთლიანად სახელმწიფოს, სამშობლოს საზოგადოებასა და თაობებს საკანონმდებლო სივრცით და გარანტიებით იქნება დაცული. აი ამ საკითხს წარმოგიდგენთ დღეს მესამე მოსმენით, რაც შეეხება თვითონ იმ ინიციატივას, რომელიც არის დარიგებული, მოგეხსენებათ, ეს ის შემთხვევა, რომელსაც ფაქტობრივად არც მეორე მოსმენის დროს გაუღია ცვლილებები და იმ დარიგებული რედაქციით გთხოვთ მხარდაჭერას და თუ დამატებით იქნება კითხვები, რა თქმა უნდა, მზად ვარ პასუხისთვის. მადლობა ბატონო დადი. კოლეგებო, მოსაზრებები, შენიშვნები ხომ არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით, არა? მადლობა წარმოდგენილი ცვლილებისთვის, ნაცვლად მნიშვნელოვანი მუხლია და პირდაპირ ერთმანეთისგან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ გაიმიჯნოს ადამიანი, რომელიც ჩადის გათვალისწინებულ დანაშაულებს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, სამისად განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ჩვენი სამშობლოს მიმართ და თუ ამ ყველაფერს დანაშაულებს ჩადის და ღალატობს სამშობლოს, მას უნდა იწოდოს დიახ სამშობლოს მოღალატე, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეების არ მქონე სხვა პირები საქართველოში თუ ცხოვრება აქვთ, სწორების უფლება აქვთ, რა თქმა უნდა კი. ამითი ჩვენი განსახილველი საკითხები ამოწურულია, მადლობ ნაყოფიერი საქმიანობისთვის, ჩვენ შეგვიძლია რომ 5 წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოვაცხადოთ, შემოგვიერთებიან კოლეგები და უკვე უხაროთ კენჭი ჩვენს მიერ განხილულ საკითხებს.